ერთ მხრიდან არის გალესილი, აქ არის წასქელებული, ანუ ცხენზე რო ზიხარ, ზემოდან ჩეხავი დარტყმა რო გააქვთ, ეს საჩხლეტი არ იყო. ზემოდან ჩეხავი დარტყმა რო გაეკეთებინა, იყო აი ესეთი ხმალი. ო, რა უნდა მეთქვა, სულ დამავიწყდა. იარაღის მუზეუმში ვარ თბილისში. ბატონ დავით ნასარიძესთან, რომელმაც აი ესე ძალიან ისე გვეხმარება რა ესეთი ვიდეოების გადაღებაში. თბილისშია, მილიონის 8 ნომერში მოვბრძანდით, აქ მოსვლა უფასოა ბავშვები მოიყვანეთ, რა ვიცი, მოხვალთ, აი რაც ალაგია. შეგიძლიათ ხელი მოკიდოთ, რა ვიცი. შეიძლება ზოგ სახში მუზარადი გაქვთ, ეხლა მე არ ვიძახ რომ გიორგი საკაძეს დაცეფარა მუზარადი, ახმალიან რამე, გინდა თანამედროვე გაკეთებული, ოღონდ ძველ სტილში, ხო? შეგიძლიათ მოიტანოთ, რა ვიცი, თუ გიჟანგდებათ სადმე და მუზეუმში დადოთ. ანუ შეწინოთ მუზეუმს, ეგ ძალიან მაგარი იქნება, იმიტომ რომ ბატონი დავითის ყიდულობს, რაც შეუძლია თავისი მილიონერი და რაღაც არ არის და იმას რა ქვია, შემოწირულობიც არის, ვისაც რაღაც შეუძლია, მოახდა ამას აძლევენ ხოლმე რა. მოკლედ. შეერაღება რა ქონდათ? კიდე ყავდათ ესეთი მეშურდულიები, აი შურდული ქონდათ, ამაში ქვაიდებოდა და ატრიალებდი და შურდულის ქვას ისროდი. ნუ აი ხელა მუშტის ხელა ქვა იყო, მაგრამ თუ ვიღაცა იტყვის რომ მუშტის ხელა ქვამ რა უნდა დამაკლოს, იმიტომ რომ ზოგს მუზარადი ეფარა, ზოგს ფარი და ასე შემდეგ, მაგრამ 20,000 ეგეთი ქვა რო წამოვა ერთდროულად, ხო? ეგ არის ხალხზე 5 ტონა ქვა და ერთ ადგილზე რო ურტყავს ეს 5 ტონა ქვა, იმას ვერ გაუძლევდა ვერაფერი. ესენი მსუბუქად შეერაღებული ტიპები იყვნენ, გადაკიდებული ქონდათ ესეთი ნაჭერიში, ქვებიელაგად და შურდულები ქონდათ. დარიოსის ჯარზე ვილაპარაკო. დარიოსის ჯარი იყო ძალიან სხვადასხვანაირი, ანუ მორეკილი იყო 250 ტომი, ნაცია. თავისი კულტურით, თავისი ქცევით,